მოგესალმები ნიკა, მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან სტუდიაში. ნიკა, დებატების ნაწილი ვაჩვენე მე და ამაზე აუცილებლად შეგეკითხები, მართლა მაინტერესებს რატომ დატოვე დებატები და როგორ მოიქცეოდი შენ კახი კალაძის ადგილას, აი ასეთი რამ რომ ექნა შენთვის ოპონენტს, როგორც მას მიუტანეს ეს ქილა და ასე ზიზღით თითით რომ გაწია და გადააგდო ეს ქილა. თუმცა მანამდე მაინც მინდა ვისაუბროთ ამერიკის საელჩოს განცხადება გავრცელდა შენმე მისმენდი სტუდიაში და ეს განცხადება რა თქმა უნდა იცი გაეცანი კიდეც და ამას წინ უძღო და ამერიკის საელჩოს განცხადება ეხებოდა დმანისში განვითარებულ და რუსთავში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა ამას წინ უძღო და ევროკავშირის ელჩის განცხადება ბრიუსელში საქართველოს ელჩის ახსნა განმარტებებისათვის დაბარება და ეს სკანდალი რომელიც მომწიფდა ქართული ოცნების თავზე და ამ ქვეყნის თავზე მათი დამსახურებით. როგორ ფიქრობ, აი რა რეაქცია, რაზე მეტყველებს პირველ რიგში საერთოდ ეს ყველაფერი და რა ნაბიჯები მოყვება ამას ყველაფერს? მადლობა მოწვევისთვის, ეკა. ვეცდები ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ, მოკლედ და მთავარი სათქმელით გაგცეთ პასუხი. ჩემი ღრმარწმენით, არავინ ისე ინფორმირებული არ არის პატივისცემა ყველა საქართველოს მოქალაქეს, არავინ ისე ინფორმირებული არ არის იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო საქართველოს დასავლური სივრციდან ძალდატანებით გაყვანას, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. შემთხვევით 10 დღით ადრე არჩევნებამდე რეფერენდუმი უმნიშვნელოვანეს კენჭისყრამდე წილისყრამდე რას გინდათ უწოდოთ. ფაქტია რომ 2 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გადაწყვეტს. ქვეყანა რა მიმართულებით წავა და ძალიან დეტალური ინფორმაცია აქვს ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორს. ამიტომ შემთხვევით ნამდვილად არ არის ის რომ ბატონმა კალხარცევმა ეს განცხადება გააკეთა დღეს. შემთხვევითი არ არის ის რომ ევროკავშირში ამერიკის შეერთებული შტატებმა გააკეთეს უმწვავესი განცხადება, რბილად რო ვთქვათ, ხო? შემთხვევითი არ არის ის რომ დღეს დაიბარეს ივანიშვილის ელჩი, რატომ ამბობ ივანიშვილის ელჩი, იმიტომ რომ ადამიანები მისი წინამორბედი, მე სადღაც არ ვიცნობ, მაგრამ სახელმწიფოს როგორც ჩანს წარმოადგენდა ნამდვილად და ამიტომაც გაათავისუფლა ღარიბაშვილმა, როგორც კი მოვიდა მეორეჯერ მოიყვანეს უბრალოდ პრემიერ-მინისტრად, ხო? ნატა საბანაძე. ხაბატონი ნატა საბანაძემ ხედელობაში და ეხლა ვიტოვებ უფლებას ვივარაუდო, რომ ეს ბატონი, ვინც დღეს არის ევროკავშირში ელჩის სტატუსით, უფრო მეტად ივანიშვილის ინტერესებს იცავს, ვიდრე სახელმწიფოსი. შემთხვევით არც ეს არის, რომ ის დაიბარეს დღეს იქ. ამით ირიბად ხარდაჭერას უცხადებენ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქართველ ხალხს. სხვანაირად უბრალოდ ნუ ახსნით ამ მოცემულობას. ხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, თუმცა რა ნიშანია ეს ქართული ოცნებისთვის თქო, აი მე უფრო ეს მაინტერესებს. იცით რა არის, არ მინდა ჩემი თავისით მერიდება და ერთი სულ უნდა მოვიდეს 3 ოქტომბერი და თქვენს ეთერში წელგამართული შემოვიდე და თქვა რა თქმა უნდა ყველა პოლიტიკოსი ამბობს რომ არჩევნებს ვიგებთ არჩევნებს ვიგებთ. დასრულებულია ჩემთვის ქართული ოცნება ხალხო. მეც იგივე პროგნოზი. ქართული ოცნება არის დასრულებული, დამარცხებულია. მორჩა გათავდა. აღარაფერი ამ ძალას არ უშველეს. ნუ ეხლა ელემენტარული საღი აზრის ფარგლებში მოქცეული ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლოგიკურად შეაფასოს მოვლენები. ყველა ის ფაქტორი, რაც ეხლა ჩვენს გარშემო ხდება ქვეყნის გარეთ, გაითვალისწინოს, მარტივად დაასკვნის, რომ ხელისუფლება დამთავრებულია. ის რაზეც იდგა ხელისუფლება რეჟიმი, ეს არის სპეცსამსახურების სუსი. იქ არის ყველაზე სერიოზული პრობლემა. ერთის მხრივ ნახეთ, გამოაშკარავდა და საერთაშორისო პარტნიორები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ბავშვიან დაწყებული ელჩით გაგრძელებული სასულიერო დამთავრებული ყველას უსმენენ და რას ნიშნავს შენ, როდესაც ევროკავშირის ელჩს უსმენ? ესე იგი შენი სპეცსამსახური ამას ოცნების რამდენად ადეკვატურია კობახიძე, რომელიც ამბობს, რომ ცოტა დიპლომატიური სტანდარტიო, მე მგონი აცდენილი იყო კარლ ჰარცელის განცხადება. რა თქმა უნდა, ისინი მიხვდნენ თუ რამ ხელაზიანი მიიღეს დღეს დამატებით. ისინი მიხვდნენ და რა თქმა უნდა არ ესე უნდა. ნუ რა უნდა გააკეთო, ტერს უსურვებ კობახიძეს ადგილზე, ყოფნას, როდესაც ვალდებულება გაქვს ყოველდღიურად მედიასთან ითანამშრომლობ. რაღაცა გონივრული ხო უნდა თქვა და ამდენი გონივრული წინადადება შეუძლებელია ვერ მოიძებნება 2 ოქტომბრამდე და უწევთ აი ასეთი განცხადებების გაკეთება. კი, თუმცა აი დღეს ნიკა და ამაზე მორჩეთ. ამ განცხადებებს რო თავი დავანებოთ, აი მე მაინტერესებს ისეთი აი მოსახლეობამ რომ ჩვენ რო გავიაზროთ რა. ნუ მეტი რა უნდა მოხდეს, თუ კი კიდევ ვინმეს ეჭვება, მაგრამ დაწუნულ არავის აღარ ეპარება ეჭვი.
რა უნდა მოხდეს? ეხლა მართლაც უნდა გავიღვიძოთ და უბრალოდ ვინო დავინახოთ? ეხლა ვლადიმერ პუტინს ხო არ დავინახავთ ქვეყნის თავარ გამზირზე? ხო, აი რა უნდა დავინახოთ მეტი? როდესაც შენს პარტნიორებს ეჩხუბები უნები ჩემს საქმეში წვირს ნუმყოფ. გახსოვთ ეხლა ბოლოს ესტონელებს რა ვოლსკის განცხადებაც იყო სხვათა შორის. დღევანდელი გასაგებია, მანამდე ნუ საერთოდ დღემდე არ მჯერა რომ ეს განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის მისამართით, რომ თქვენ ნუერებით საქართველოს სასამართლო სისტემაში თქვენ არ უნდა აკონტროლოთ სასამართლო სისტემის მიტაცებას რო ცდილობდა თურმე ევროპა. ნათელია და ეხლა როდესაც ევროკავშირის ელჩი ხარ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ხარ, როდესაც 30-32 წლის განმავლობაში უამრავი ინვესტიცია, მათ შორის ფინანსური, პოლიტიკური განხორციელები ამ სახელმწიფოში, რომ სახელმწიფო ვითარდებოდეს სწორი მიმართულებით ცივილიზაციისკენ და დღეს ხედავ ამ სურათს ვკაფიოთ, ბუნებრივია არც ერთი ჩვენი მოკავშირე გულხედ აკრეფილი აღარ იჯდება. ნიკა, გაძლევს ეს იმის იმედს, რომ აი ჩვენ სულ საუბრობთ ხოლმე რამდენჯერაც არა მარტო შენთან, არამედ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან და ლიდერებთან, იმაზე, რომ აი 2 ოქტომბრის შემდეგ ეს ხომ მაინც თვითმმართველობის არჩევნებია, მართალია რეფერენდუმი დაერქვა ამ არჩევნებს, მაგრამ აი 2 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ქართულმა ოცნებამ ადგა და გადახია და ანულირებულად გამოაცხადა ეს ხელშეკრულება მიშელის, რა გარანტია გვაქვს თქო, ჩვენ სულ ამაზე ვსაუბრობთ. აი ეხლა რა განცხადებებსაც ვისმენთ ევროპისა და ამერიკისგან, ეს გვაძლევს თუ არა უფრო მეტ იმედს იმისას, რომ და წინ უძღოდა ამას კუბილიუსის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას იმ შემთხვევაში თუ 53%-ზე, ანუ გვაძლევს თუ არა იმის იმედს უფრო მეტად, რომ მართლაც 53%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ზეწოლა ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხრიდან იქნება ძალიან დიდი და გარდაუვალია თუ არა მაშინ მარტივი განცხადებები გაკეთდება. ზეწოლა არც დაჭირდება ხალხო. რა თქმა უნდა, ეხლა 2-3 ადამიანი დაждდა, როდესაც მიიღეს შეტყობინება ივანიშვილისგან, რომ უნდა გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ ანულური და შეთანხმება, მაგრამ ამის შემდეგ არც ერთ მხარეს, არც ერთ სტრატეგიულ პარტნიორს ძირითადად, რა თქმა უნდა, ათუნს გავსი რამ არ უთქვამს, პირიქით. ვისთვის ანულური და ხა ბატონი კობახიძეს და ბატონი დინარაძეს, ვისაც არ არის ანულირებული და მათ ჩვენივად იციან. როდღან რო გამოდის ხოლმე მეცინება ბატონი კალაძე და საუბრობს, საერთოდ 2% რო ავიღოთ, 1% რო ავიღოთ, მაინც არ იქნება, მაშინ ხანჯლებით და კვლევებს რო ატარებენ დილით ადრე უზმოზე. და ხან 53% ეწერენ პარტიას და ხან 67-60. მაგრამ ცნობილია, რომ შიდა კვლევებში დასაგებია, ანუ თვითონვე არ ჯერათ რა, ხამდე რომ ქართული ოცნების არ ვიცი ის დაკირავებული აქტივისტიც რო სამეზობლო ხომ მაგათ მასაც ყავს. სანათესაო ხომ მასაც ყავს. მეგობრები ხომ მასაც ყავს. მასაც არ ჯერა, როდესაც უსმენს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ჩატარებულ ბრიფინგს. გოჭებზე გადავიდნენ უკვე კარტოფილიდან გოჭებამდე აიწია ხმის ფასმა, გიგი უგულავას სინქრონიც იყო და მოკლე ინტერვიუც იყო ფოთში. ხდება ეს ყველაფერი TV პირველმა და პირველებმა აჩვენა ეს ყველაფერი. უბრალოდ ადამიანს ვერ იპოვიან 2 ოქტომბრის საღამოს შესაბამის საათს, როდესაც უკვე ცნობილი გახდება ძირითადად რა შედეგით დასრულდა ეს არჩევნები. ვისაც უნდა შემიძლია პირობა დაუთხრა, ადამიანს ვერ მოძებნიან ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში, ვერც 2-ში, 3-ში დილით, ვერც 3-ში საღამოს, ვინც გამოვა და იტყვის, რომ ნუ რა ვქნათ, ეხლა 53% ვერ ავიღეთ, მაგრამ ჩვენ ხო გითხარით, რომ იქ რაღაცა დოკუმენტი დაექვემდებარა რა ანულირებას, ამიტომ არ მიშათ. ვერ იპოვიან ადამიანს, ცოცხალ ადამიანს ვერ იპოვიან, ამ ბენზეკი ჩამტარებს. ნახოთ როგორი იქნება. ნიკა, მოდი ახლა ვისაუბროთ იმ თავდასხმებზე და ზოგადად აი მთელ ამ საარჩევნო კამპანიაზე ვისაუბროთ. სისხლიანი ბანერების სუსი და ცემა დაჭრა ეს ნუ აი რატო რაზეც იდგნენ, გამიწყდა აზრი, რაზეც იდგა ეს რეჟიმი. ის სართული ჩაენგრათ. ის დასაყრდენი ჩაენგრათ. ეხლა წარმოვიდგინეთ, რა თქმა უნდა, დემორალიზებულია მთელი სახელმწიფო უსაფრთხოების, ვითომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თორე რომ რეალურად რა სამსახურია, კი კარგად გავიგეთ უკვე ყველა. ეხლა არჩევნების დღეს მე ვარ თქვენი ხელმძღვანელი, ანუ კარგი, თქვენ ხართ ჩემი ხელმძღვანელი, სუსი დეპარტამენტის, არ ვიცი, რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პოლიტიკური დეპარტამენტის და მე ვარ თქვენი ოპერმუშაკი. რაღაცას რომ დამავალებთ, ამ მომწერთ, ან დამირეკავთ. წადი ნიკა, ეხლა იქ შენ რაღაცა გააფუჭე. ნუ რამდენად არანორმალურ მდგომარეობაში უნდა ვიყო რომ გენდოთ. იმიტომ რაც კი აქამდე უკეთებიათ.
ყველაფერი გამომზეურდა უკვე. ამიტომ დობა, ჩამოშლილები რაზეც იდგნენ, ისინი აღარ არსებობენ. მე ხო ვიცი რა ხდება. მე ხო ვიცი, არ იმალება არაფერი. ნიკა, შენ ამბობ, რომ წააგებს ქართული ოცნება და მე მაგაში გეთანხმები, მეც ასე ვფიქრობ და საინტერესოა ისე ჩვენსავით რამდენი ფიქრობს, იმიტომ რომ აი რა ვიცი, ხშირად გვიწევს ხოლმე ხო პოლიტიკა. თუ მენდობი ძალიან ბევრ ადამიანს. მაშინ რას მიანიშნებს ეს მათი კამპანია? სისხლიანი ბანერები, უკვე გააჩაღეს სემატყება, დმანისი, რუსავი ქუთაისში იყო დღეს, ხო, სიტყვიერი შეურაცხყოფა. ზუსტად იმას სხვა რა აკეთო, მესმით, მათი არც დაპირება, არც ჰასტუგ მოჭერილი საუბარი, არც პროგრამული ნაწილების დემონსტრირება სხვა მიმართულებით არაფერი აღარ ისმინება და ამას ხვდები ყველაზე კარგად მათიციან. ყველაზე კარგად, ჩემზე კარგად იციან რა მდგომარეობაში ამას ელოდები და აი როგორი იქნება შენი აზრით ოქტომბერი? სისხლის შეფები მიასხეს. არ ვიცი, მთელი ოპოზიციური სპექტრი იქ გაგვაკრეს. დღეს იმედაც კი დაგო. ეკატერინე კარაძემაც რეალურად საზოგადოებას მეორეს ვანახებენ თავიანთი ხელით, როგორ ჩეხავენ ხანჯლებით, დანებით, შეიარაღებული ადამიანები როგორ დარბიან, მაგალითად დმანიში რაც მოხდა. ნუ კორცხელი არაფერი არ არის იმას შედავებით, რაც დმანიში ადამიანია, საშინელი სანახავია, შენ ფოტოები და ბოტანილი ჩვენმა მაყურებელმა ნახა, მაგრამ შეგიძლია კიდევ აჩვენო და მინდა რომ ვთხოვო ოპერატორებს. აი ამას რომ გაუკეთებ ადამიანს ხანჯლით. აი ამ ძალას აქვს რწმენა რომ ის იმარჯვებს და რაღაცა პრეზენტაციას რო ატარებს 60% მაქვს, რაღაცა ასე თქვათ ბილბორდებს რო აკრავენ, ყველაფერი კონტრპროდუქტიულია. გამოსული არიან წყობიდან. ადამიანი გადარჩა, სასიკვდილოდ არ ვიცი, ღმერთმა გადაგვარჩინა და ვინ აკეთებს ამ ყველაფერს დმანიში? კონკრეტული ახლა ამაზე მინდა ერთი წუთი დავხარჯო. კი. ესე იგი ატყდა ამბავი. ერთი პირია დაკავებული, რამდენად ადეკვატურია ეს პასუხისმგებლობა. საერთოდ უმკაცრესი განცხადება გააკეთა აქცენტით დმანიში განვითარებული მოვლენებზე, ხო? მაგრამ რა მოხდა დმანიში? დმანიში შეკრებილი იყვნენ. დმანისის ყოფილი მერი, რომელიც არის ოპოზიციის საერთო კანდიდატი, კვლავ იყრის კენჭს, ხარდაჭერილი მთელი ოპოზიციური პარტიების მიერ და პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი. შეხვედრა არ ჰქონდათ დაწყებული მოსახლეობასთან. ერთ-ერთ სოფელში, სოფელ განთიაჩი, როდესაც 30 ადამიანი შემოვარდა. 30-დან 20 იყო ზე აგრესიული. ფიზიკურად გაუწოდე ზონდერები, სუსის აგენტები, ზონდერები არანაირი კრიმინალები, ზონდერები. და შეიარაღებულები. შეიარაღებული კანდიდატი ქართული ოცნების იარაღგაჩილი შარვაში. და თამაში, ნუ ასე თქვა პნევმატური გასაგებია იქ ქიმაში. საჭმელი არიდო, სხვა რაღაცა იდო, იქ ჟურნალისტი თავისით გადმოვარდაო, იქ ჟურნალისტმა თავისით იცემა, ყველაფერზე შავზე თეწამოდა. თუმცა ნახეთ როგორ ექცევა ჩვენს კორესპონდენტს ინაც არის. მინიმუმ 19 ადამიანი ეგ არის იდენტიფიცირებული. ვინც ფიზიკურად საშინოდ უსურდებოდა მოსახლეობას ადგილობრივს. არც ერთი ადამიანი არ არის დაკითხული კი. და ესე იგი, ხანჯალი ყელში რო არ ჩაერჭოთ, აი ეს ვარ დამართლოდა ამ მართლაც ღმერთის მიერ გადაჭერილ ადამიანს, ხო? ამ ადამიანსაც არ დააკავებდნენ, უბრალოდ მოუწიათ ეხა. და ის 19 ადამიანი მაპატიეთ ესე იგი რას მეუბნებთ? ეხა აი აქ რო შემოვარდეს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ხო? აი ეხა ყელში თუ არ ჩამარტყამ ეხა ხანჯალს რომ მომკლა ეხა ცემით ან დაგვისწორდნენ ყველა ვინც აკوات დამნაშავე ის არ არის 19 ადამიანი დასაკავებელია ხომ არ არის ეს მუქანა მაგრამ ეს ხელისუფლებაა ეს ის ხელისუფლებაა 5-6 ივლისის მოვლენებზე რომ არც ერთი ორგანიზატორი არ დაუკავებია და ჯერ კიდევ ყველა მოძალადია ეს ადამიანები იგივე საკეთებდნენ შარშანთ იგივე საკეთებდნენ დმანიში და წელს იგივე ადამიანები გათამამებული იფიქრეს რომ ესეც გაგვივა და მოდი ეხა შაშა თუ იარაღს ვისწოდე დღეს ხანჯალს გამოვიყენებოდა რატო და ვერ დააკავე მაგალითად ქვემო ქართლის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვიმეორებ ქვემო ქართლის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე არის ქართული ოცნების კანდიდატის ძმა აი ეს ბატონი ხო რომელიც ცხოვრობს დმანიში პოლიციის შენობაში ეს გამოიძიებს და ეს დააკავებს. ეხა ბატონი მურადაშვილი, ამის ძმა არის ქართული ოცნების კანდიდატი. რა თქმა უნდა, არა. და ის ვინც დააკავეს ამ ხელას ზეწოლის შედეგად, დღეს ეხა ბედავენ, ნუ ბედავენ, ყველაფერს ბედავენ, ეს სიტყვა საერთოდ უნდა ამოვიღო ლექსიკონი და აკეთებენ. იმიტომ რომ ათვისო პროზაულია და ნორმა. და ფსიქიკური პრობლემები ქონდა ადამიანს.
ეს ხო იყო. ჩემ შვილს ჰქონდა ფსიქიკური მოვლენები. აი ეს ადამიანი მინდა თელმა ვანისელების ვიყურებენ ალბათ. ზურა ოკმელაშვილი. აი ეს ადამიანი არის ყველასთვის ცნობილი ზონდერი, შარშან მონაწილე დარბევებში, წელს გუშინ მონაწილე დარბევებში, ვითომც არ არსებობს. ვითომც არ არსებობს. აი ეს ბატონი. ეს ადამიანები რა თქმა უნდა მოძალადეებს არ დააკავებენ, ვერ დააკავებენ, იმიტომ რომ ნუ გენერალური მდივანი ხა გუშინ არ ქონდა ამის შესაძლებლობა ფორმაზე მკითხეთ. ეხა ერთი წუთი ქონდა დებატებში. რატომ დატოვე შენ? ნუ ეხა გეტყვით ეხა და თავად განსაჯოს ვინც კი უყურა ამ დებატს. ვინც კი უყურა ამ დებატს, თუ დებატი ქვია ამას. მატყურებელი დარწმუნდებოდა სამწუხაროდ ის დებატი არ იყო. ესე იგი 16 კანდიდატი, ეს მოწყობილი იყო თავიდან ბოლომდე პატონი კალაძისთვის. ყობახიძე მაგის გამო ინტელექტი არ აქვს. ძალიან მინდა აი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში მაგის ადგილი არ არისო და კალაძე კიდე გაიქცა როგორც შვევია. ბატონო, ნუ არ მიჩვეულება ხა 16 კანდიდატი სპეციალურად კალაძისთვის სახელმწიფო არგზე მოწყობილი ფორმატი, სადაც თითო კანდიდატს ჰქონდა თავში ერთი წუთი. სადაც შესაძლებლობა რეალური დებატის არ იყო, მოდი ვაღიაროთ, იმიტომ რომ მეც სამყაროა დებატები და ვიცი როგორ კეთდება ეს. მე მიგია მონაწილეობა ის კი იყო და იქ ვიყავით 4-ნი, 5-ნი, დავიღოთ 16. რაღაც გარკვეული დაჯგუფება. ერთი წუთი და ბოლოში ერთი წუთი. 2 საათის თავში უნდა ქონოდა მეორე ერთი წუთი. მანამდე წამყვანი გისმენს ორ შეკითხვას. კი, არ გვიდა ეხა ფორმატი. რეალურად იმ ერთ წუთში თავარი სათქმელი მე ამ ადამიანს ვუთხარ. გვიდა მეტი აღარ იყო შესაძლებლობა რეალურად, მაგრამ აქაც ის არ მოჭირდა. დაუშვათ აი ესე რომ მოქცეოდა ოპონენტი. ახი კალაძე არის ადამიანი, ხარ ცუდად ისმინება, ვიცი მე ხო ყოფილი მაყურებელი. აი ხა წამოწოლილია ვიღაცა დაღლილი სამსახურიდან მოსული, ტაღზე, არ ვიცი, დივანზე უგიყურებს ამ სავალზეშს და ვიყურებს და არ არის ასეთი ბრალდებების რახარუხი ბევრისთვის მოსაწონი, მაგრამ ნუ ხა ბაში სიმართლე არ უნდა თქვა. ეს ადამიანი არის პასუხს ვაგებდა, ყველა გაიგებს 2 ოქტომბრის შემდეგ ძალიან მოკლე პერიოდში რამდენად ჩაფლულია კორუფციულ სქემებში. თავიდან ბოლომდე და გამოჭერილი პირველ რიგში ყავს სულს. შენ საკმაოდ მძიმე ბრალდებები ქონდა შენ სიტყვაში. მოძალადე, კორუმპირებული, ძილგამომპალი, კრიმინალების მმართველი. აუცილებლად, ერთი რაც შეეხება კორუფციას. ფაქტებით პირველ რიგში ქართულმა ოცნებამ იცის და ქართული ოცნების სულს ვიზეზე დგას ეს მათი ხელისუფლება, მათ ყავთ რეალურად ჯიბეში კახი კალაძე და აიძულეს ადამიანი როგორ შეიძლება ამ ხელა სკანდალის შემდეგ გამოიყვანა და ეთქვა კალაძეს რომ სოლიდარობა სულს, როდესაც 54,000 ფაილი გამომზეურდა. ხო, მაგრამ იძულებული გახდა, იმიტომ რომ ტყვეობაშია კაცი, იმიტომ რომ იმდენი ფული მოპარ მეორე, ზონდერები ყავს გაფორმებული მერიაში. დოკუმენტები გვაქვს და დღეს ეხა 1 საათის წინ გასაჯაროვდა. კახი კალაძეს ზონდერები ყავს გაფორმებული დედაქალაქის მერიაში. და როდესაც კორცხელში მონაწილე ზონდერები, ცნობილი ადამიანები ყავს მერიაში, როგორც აღმოჩნდა და დადასტურდა დოკუმენტურად და მე ხვალ მაქვს შეხვედრა ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩთან და ამ დოკუმენტებს იგი მივიტან. უბრალოდ მინდა დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო. ამიტომაც ვუთხარი ზონდერების დამსახმებელი ხარ. ადამიანი ერთი კორუფციაში ჩაფლული, მეორე ზონდერების დამსახმებელი და არქიტექტორი. რომელიც როგორც კი წარმოიდგინეთ, რატო არ მოდის თქვენ ეთერში დებატებში? თავისუფლად დებატებში, რეალური დებატები, რასაც ქვია. იმიტომ რომ 5 წუთში ადამიანი კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და საალპარაკო მას არაფერი არ აქვს. ადამიანი, რომელიც კადრულობს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად საკუთარი ძმაკაცი არჩევიოს, ლევან კობიაშვილი და ამისთვის ნარკოტიკი ჩაუდონ მოწინააღმდეგე, ასე ვთქვათ, გუნდის კანდიდატს, ჯიბეში დელეგატს და ასე მოიგოს. ნუ რაზია საუბარი? ნიკა, ერთ საკითხზეც მინდა შენი კომენტარი და არაფერი ისე, არავინ ისე მდგომარეობაში, ბიძინა ივანიშვილიც კი არა. რა თქმა უნდა, არავინ ისე მდგომარეობაში არ ჩავარდება, როგორც კახი კალაძე მარცხის შემდეგ. იმიტომ რომ გეუბნებით, აქ საუბარი არ არის არც 2, არც 3, არც 4 მილიონიან კორუფციულ სქემებზე. საზოგადოების დიდი ნაწილი იქნება შოკში. ეს ადამიანი არის პერსონიფიკაცია. ნუ დაველოდოთ მოვლენებს, შემთხვევით არაფერს არ საუბრობ, მან ჩემზე კარგად იცის, მეტიც სულს აქვს უკვე ნაწილობრივ ეს მასალები თაროზე
და რასაც უნდა იმას უკეთებენ ამ ბატონს, რასაც უნდა ალაპარაკებენ. გამოიყვანენ ათქვევიებენ, რომ მე რა დიპლომატებსაც უნდა უსმინოთ. გამოიყვანენ ათქვევიებენ, ტაჟ-დააკრევიებენ ქართულ სუსის თანამშრომლებზე. რატო? იმიტომ რომ ის თავის თავს არ ეკუთვნის მას, რომ ახლა რეალურად ჰქონოდა შესაძლებლობა დარწმუნებული ვარ, კანდიდატად კენჭ არც იყრიდა. ანუ ის არის დაშანტაჟებული აი ამ კომპრომატების და რაზეც შენ საუბრობ ამის გამო ის იძულებული. ერთი სული აქვს ის მოპარული ფული ჯიბეში ჩაიდოს და ამ ქვეყნიდან წავიდეს ისაც იყო ხოლმე. უნდა დავასრულოთ ახლა ამ ეტაპზე, თუმცა ჩვენ არჩევნებამდე კიდევ გვექნება დრო და აუცილებლად აი მინდა ეხავე ბუკასა და ჩემს ეთერში პოლიტიკურ კვირას აუცილებლად რომ შევხვდეთ კიდევ ეთერში სხვა კანდიდატებთან ერთად ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია რო იყვნენ ჩვენთან ერთად და უფრო ფცლად კიდევ ვისაუბროთ ყველაფერზე. ოქტომბერს ისტორია უნდა დავწეროთ. ისტორია უნდა დაწეროს ქართულმა ხალხმა. პოლიტიკური პარტიები არის ამ შემთხვევაში მეათეხარისხოვანი. მოვიპოვოთ შესაძლებლობა და შანსი ჩავატაროთ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები, ამის შემდეგ რა თქმა უნდა ერთმანეთში ვიპაიქროთ. ახლა ყველანი ვართ ერთნი და ყველანი ვემსახურებით ერთ ინტერესს. მიხარია და უნდა გვიხაროდეს, რომ მთელი საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოება არის ქართველი ხალხის გვერდით და ეს დღეს დადასტურდა. კი ბატონო, მადლობა. ნიკა მელია, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.